შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი საგამოფენო სივრცე მუდმივ მოქმედ გამოფენას სახელწოდებით ქართული ხელოვნება 1900-1930 მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 14 მხატვრის 70-მდე ნამუშევარი. საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, ნიკოლოზ კანდელაკის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, ვალერიან სიდამონ ერისთავის, დიმიტრი შევარდნაძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, კირილე ზდანევიჩისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებს. ორგანიზატორთა განმარტებით ახალ, დინამიკურ საგამოფენო სივრცეში განთავსებული ექსპოზიცია მიზნად ისახავს წარუდგინოს საზოგადოებას ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც განსაზღვრავს მხატვრული ინოვაციებისა და კულტურული ტრანსფორმაციის ეპოქას. ახალ საგამოფენო სივრცეში თავმოყრილია ამინაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ახალი ქართული ფონდის კოლექციის გასაკვირველი მცირე ნაწილი. ყველასათვის ცნობილი ქართველი მოდერნისტები კაკაბაძე, გუდიაშვილი, ახვლედიანი, მაღალაშვილი, სიდამონ ერისთავის, დანევიჩი ისევ დაუბრუნდა საგამოფენო სივრცეს. ჩვენი საგამოფენო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა სწორედ რომ რაც შეიძლება ბევრი ნამუშევრები გამოვიტანოთ ფონდებიდან და სხვა საინტერესო კონცეფციებით შევთავაზოთ დამთვალიერებელს. აქ მოხერხდა ფიროსმანის დიდი პანოების გამოფენა, რომელიც ათეული წლები არ იყო გამოფენილი. პანოები ცალკე ნაწილია, უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი ამ ყველაზე დიდი მხატვრის ფიროსმანის შემოქმედებაში. სულ 12 ნამუშევარი გამოვფინეთ და ამ პანოებში განსაკუთრებით სრულად გაცხადებულია მისი შემოქმედებითი გენია. ორი ნამუშევრი წარმოადგენთ სულ დიმიტრი შევარდნაძე, რომელიც იყო უდიდესი საზოგადო მოღვაწე და მუზეუმის სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია სწორედ მან შექმნა და მისი მემკვიდრეა ამის ეს დღევანდელი ჩვენი კოლექციაც და სულ ორი ნამუშევრად არის ის წარმოდგენილი და მას ჰქონდა თვითონ ესეთი ჩანაწერი დიმიტრი შევარდნაძეს, რომ მე მხატვრობაზე უარი ვთქვი დროის უქონლობის გამო და მართლაც ასე იყო, მას უფრო იცნობენ როგორც საზოგადო მოღვაწეს, მაგრამ აი ეს ორი ნამუშევარი, რომელიც ჩვენ სივრცეშია, ნამდვილად ლაპარაკობს მის როგორც მხატვრულ ნიჭზე და ბრწყინვალე ნამუშევრებია, რომელიც აი აქ არის. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მოქანდაკე რეზო ხასიას მიერ რეკონსტრუირებული დიდი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ქანდაკება, აბსტრაქტული ფორმა. ეს ქანდაკება დავით კაკაბაძემ 1926 წელს პარიზში შექმნა. შემორჩენილია მხოლოდ თავად ავტორის მიერ გადაღებული ფოტო, რომლის საფუძველზე განხორციელდა მისი რეკონსტრუქცია. სიახლე გვაქვს დავით კაკაბაძის ნაწილში. აქ დავით კაკაბაძე, რომელიც იყო ძალიან მრავალმხრივი მოდერნისტი, ხელოვანი, ის ძალიან ბევრ დარგში მოღვაწეობდა და მან დაგვიტოვა ქანდაკებაც. ისე მოხდა, რომ სულ ერთი ქანდაკება გვაქვს შემორჩენილი, რომელიც ინახება იელის უნივერსიტეტთან არსებულ სამხატვრო გალერეაში. მეტი პრაქტიკულად არ შემოგჩა, თუმცა შესაძლოა რომ პარიზის პერიოდში მან ეს ნამუშევრები კიდე ჰქონდა ქანდაკებაში, ეს ვარაუდია უბრალოდ და გაყიდა ან მიიკარგა, შესაძლოა ის კიდე გამოჩნდეს, მაგრამ მის არქივში ინახება ერთი ფოტოსურათი ქანდაკების, შესაძლოა ეს იყო მოდელი და შესრულდა, მე შესაძლოა ეს დარჩა უბრალოდ ამ ყოველშაბათში იმ ფოტოს მიხედვით ამ გალერეის, ამ გამოფენის კურატორის ინიციატივით, რომელიც ალექსანდრა გაბუნიას ინიციატივით შეიქმნა ამ ფოტოს მიხედვით მისი რეკონსტრუქცია. შეასრულა ის რეზო ხასიამ და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტი შეიქმნა და კაკაბაძის ნაწილში გამოფენილია ეს ნამუშევარი. აღსანიშნავია, რომ ახალი უნივერსალური კონცეფციის შესაბამისად გამოფენა მეტად ხელმისაწვდომი გახდა უსინათლო და მცირედ მხედველი დამთვალიერებლებისთვის. ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს განაპირობებს ინკლუზიური ტიპის დაგეგმარება, რომელიც გულისხმობს სივრცის ადაპტირებას. სპეციალურად ახალი ექსპოზიციისთვის შეიქმნა ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნამუშევრების ტაქტილური რელიეფური ასლები. ეს საქართველოში გამოფენაზე ამ სახის ობიექტების დამატების პირველი შემთხვევაა. გარდა ამისა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილ 18 ნამუშევარს თან ახლავს აუდიო აღწერა.